ეხლა გაუმარჯოს. ხმა გესმით ხალხო? ეს არის წყლის ხმა, არ არის წყლისა. კრანის ხმა, თუ რა საქია, მოიცაი წუთი ჩაო. ცოტა დავკეტო, რომ ძალიან ესე არა ხმაურობდეს. ეს რა ხდება? ეს არის 23. ეს ესე უნდა იყოს, რომ გავიგო ხმა რომ მოდის. 23 ხოა. 18-ში ღამე მოვიდა წყალი და აქ რო დავიწყე შეიძლება? 18-ში ღამე მოვიდა წყალი და იმის მერე არ მოსულა. საით მიტრიალდით. აუ არ წაიცით რა. არა ცუდად ისმის ხმა. დავკეტო. დავკეტო, მაინც ჯერ ჰაერი გამოდის ხოლმე, ამიტომ ტყუილა სხვაგან გამოვიდეს ჰაერი. ყველაფერი არის ისა მოსარეცხი, ხა მთავარია მოვიდეს წყალი. 18-ში ღამე რომ მოვიდა, ჩემ დაბადების დღეზე რომ მოვიდა წყალი. 19, 20, 21, 19, 20, 21, 22, 23, მეხუთე დღეა წყალი არ მოსულა და აი არა გვაქვს. საერთოდ არა გვაქვს წყალი. ეხლა სამსახურიდან რომ უნდა წამოვსულიყავი, დავრეკე იონეს უთხარი წყალი მოვიდა თქო და არაო. არა მეთქი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმის მანქანით ვიყავით. გამარჯობა, ხო გითხარით? ხო გითხარით. მიუხედავად მანქანით რომ მოძრაობთ ხოლმე, რომ ჩემი ძმის მანქანით ამოდიო რა გვბანავ რა, არა? ვიჭუბალავი და ისე წამოვედი. იმიტომ რომ არ არის იყო წყალი და ეხლა ჰაერი რო გამოდის ყველა ვარიანტში მოვა. ესე იგი უნდა ავავსო ის ბაკი, რასაც ვავსებ ხოლმე. აი ეს ბაკი რა ხე აქეთ რო დგა თეთრი, იმიტომ რომ ეგ ხუჩაბაც კახეთში მიდიან ღვინოზე და კი არა და ყურძენზე. რანაირად დავაყენეთ ეხლა. ასე. ხო და წყალი მერე სჭირდებათ რა იქ გასარეცხი იქნება იმდენი ტყბილიანი რაღაცა და კაი ესარეცხიც და სარეცხი. ეხლა უბრალოდ მეზარება დგომა. ეკა, მოგესალმები შენც შემოწვიფას. შენი იმით რა ქვია ვიყიდე ბაგის ის იატაკის მოსაწმედი სითხე. არ ვიცი მე ამეკვიატა, არ ვიცი ყველგან ესია თუ რა, რაღაცნაირად მგონია რომ ოთახებში არის შეიძლება ამ რემონტის გამოც არის რომ ის გაჯის მტვერი რაღაცა ეს წვიმები რო იყო ასე თუ ისე ნესტი, ასე თუ ისე კი არა ნესტი არის. ყველგან მარტო არა, სოფელში ზოგადად არის. ხო და ანუ აი რაღაცნაირად აკვიატებული მაქვს, რომ აი თითქოს განიავება, მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრები ღია, კარები ღია, განიავება აკლია ოთახებს. რაღაცა ეგეთი შეგრძნება მაქვს, ანუ აი თითქოს მძიმესუნია, თან არ არის, აი რაღაცა ესე აკვიატებული ის მაქვს და ვიდეოშიც ხო გახსენეთ კიდეც, რომ ისა თქო რა, რაღაცა მინდა მეთქი, რომ ეს და ეკუш ვიყიდე ეგ შენი ბაგის ეკა იატაკის ჩასასხმელი და ისეთიო არა ქონდათო ლაშამ დათოს მაღაზიაში იყიდა ზემოთ. ისეთიო არა ქონდათო აი შენ შუშებისა რაც გავმიგზავნე და სანამ ეხა ვიდეოს დავამთავრებ განახებ. ბაგისა იყიდა ეგეც. ხო და მოიტანა. არ მიხმარია ეხლა ისალქენი და ვიხმარ. წყალს ველოდებოდი, იმიტომ რომ რა მოსაწმედი. ეს ჩემი სიცოცხლე. ხალხო. აი ვიცი რომ ბევრ შემთხვევაში ხომ ანუ ცუდად არ ვამბობ რა მართლა სახელი აღარ მახსოვს დილას ვქონდა ჩვენ კომუნიკაცია კომენტარების სახით. რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ყავა დავლიე, კატებს მოვეფერ და სინამდვილეში იმ მომენტში ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტში, ანუ აი ესე კატას მოვეფერი, ამდენი და ყავა მოვადუღე. და ვფიქრობდი, რომ ანუ ვიღაც ეხა დაწესო, რატო ხელი არ დაიბანე, ან რაღაცა მსგავს კომენტარს.
მაგრამ ანუ არც არა ეგეთ რაღაცას ეხა მაგალითად არ ამოვჭრი, იმიტომ რომ ის ჩემთვის რეალური იყო და არც სხვის დასანახავად არ ვჭრი კადრებს. ხო და დაიწერა. ბევრში ანუ სუდათ აბართლა არ მიმიღია. რომ აი სიტყვაზე ხავდგე, მე შემიძლია ხავდგე ამ ხელით, აი ამ ხელით დავლიო წყალი, მოვკიდო ჩემს ნივთს ხელი არამც თუ სხვისას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცით კატები მიყვარს უზომოდ, არც ერთი კატა ოთახში არ მყავს. არ მყავს და საკმაოდ ვიცავ იმ წესებს, თუნდაც რომ სტუმარი მოვა და თუნდაც რომ ვიღაცა მოვა, ვისაც არ შეუძლია მე არც კატა, ანუ ეს სიტუაცია არა მაქვს, რომ კატა დავასვა თავზე რა ხო ხდებით? ეხლა ეს თავის რიგზელოდება პატარა. ეს ნახეთ. ეს არის დიდი ბავშვი. ჩემულამაზო, ესეთი სირცხილიანი ბავშვი ნუ ხარ, ჩემო ცხოვრი. ხო. ამ ყველაფერს, ანუ პირველი არა ხართ ბავშვობიდან, მაგ ყველაფერზე მე მეჩხუბებოდნე, ხელი დაიბანე. შემეძლო, ეხაც შემიძლია მაგალითად ძალიან სისულელეს ვიტყვი, ალბათ ბევრისთვის და ბევრმა შეიძლება აბა პაკა და ბაი და არხი გააუქოს, მაგრამ შემიძლია შევჭამო და მეორე მხრიდან მოვაკმეჩინო მას. ეხლა თლათ მასე გეუბნები ნაპირალ შევჭამ და რაღაცა და თლათ ვერ არის ესაო არ შემიძლია ხა მართლა და მართლა. ხო და ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ თან რომ ჩემშულს არ მხედავენ ჩემშულები რომ მიყვარს ვეფერებ და რაღაცა იგივე საკეთებ, მაგრამ ძალიან არ მომეწონება რომ ელემენტარული სულ იმას ვეუბნები ნინოს კატასტროფა ხელები არ დაგავიწყოს დაიბანე, ხელები არ დაგავიწყოს დაიბანე. მიუხედავად იმისა 4-ვე, მე-5 არა, მე-5-ზე მოგატყუებთ. დედა კატას აი შავი რომ ყავს, შანსი არ არის იმას აბანოში ვერ შეიყვან და დაგახევს თაობის. ხო და ტილი, რწყილი, ჭია, ყველაფერს დავამუშავე და არიან იდეალური სუფთები. ეხა ხუთშაბათს თუ პარასკევს სავარაუდოდ ნინოს წავიყვან, არ ვიცი ექიმის იმას ველოდები და კიდე უნდა ის ანუ ყველანაირად ვცდილობ რომ ყავ მივხედო, მოუარო და აი ეს ბეწვიც კი ქონდეს სუფთა. იმიტომ რომ ბავშვები ურთიერთობენ. ბავშვებს უყვართ და მე ეს ძალიან მახარებს. ანუ ცუდად არ გცემ პასუხს, ანუ არც გცემ უბრალოდ პასუხს ცემთ, ანუ არ იფიქროთ რომ მე ამ კომენტარის ავტორს ვეუბნები რომ აი მოგიძღვენი ვიდეო, არა არც ვიდეო, უბრალოდ მინდა რომ არიან ბევრი ახალი ვისთვისაც რაღაც მომენტში ძალიან წარმოუდგენელია ხოლმე ცხოველებთან ესეთი ურთიერთობა. ძალიან წარმოუდგენელია ხო კატა უყვარს მაგრამ შორიდან და ეგეთი ხა რამდენი ადამიანი მეც ამყავს აი უახლოესი და უძვირფასესი ხალხი კატა უყვარს სურათებში, კატა უყვარს ვიდეოებში. აი კატას ჩემი მული ლაშას მამიდაშვილი რა, ალალი. უზომოდ მოწონს სურათები აი 2 მეტრში. აქ რო ვიცი რომ ნატო უნდა მოვიდეს, კატები იმალებიან. ანუ კატებს მალავ, იმიტომ რომ არ შეუძლია. არ შეუძლია ის თუნდაც ეხა მივიდეს და აი მოჩხაპნოს სიტყვაზე აი ამან რომელსაც იმუნიტეტი აქვს და ჯერ აცრაც არ შეიძლება ამისთვის აი ცოფის შეუძლია წაიყვანოს და აცრას ბავშვი. ხო და მაგ შემთხვევაში ანუ ჩემს სტუმრებს დისკომფორტი არ ექმნებათ, იმიტომ რომ ჩემთან კატები ცხოვრობენ. არ არსებობს. არ არსებობს. ეს ჩემთვის არის მყუდრო სამყარო, თორე სხვებს თუ არ მოწონთ, ანუ არც ვახვევ თავს, რა ვიცი, როგორ გინდათ რომ ანუ ჩემს ოჯახში რომ მოხვიდეთ თქვენ ვისაც კატები არ მოგწონთ. სიტყვაზე მომბობ რა, კატები არ შეგაწუხებენ, იმიტომ რომ გცემთ პატივს. დამიჯერეთ სუფთა ჭურჭელით, მოგართმევთ ყველაფერს სუფთა ჭურჭელით და გალევინებთ ყავას და თუ ის მე ჩემსას ვეხები, აი ესეთი ხელით ის ჩემია. ბავშვის არაფერს არ შევეხები. არგა გადამივარდება, ჭიუწყურება, გამოდი აქეთ. მოდი ჩემო პატარა. ой, ჩემი გოგოა ის ჩაპლინა. ხო და აქ დაჭიქი მიდი. მოდი დე, შენ კიდე აქ. მიდი, შავი არ მოვა ცოცხალი თავით. კატების გარებოცვაში. ხო. აუ, მან დიყავი რა, იმიტომ რომ ჩემი ბიჭიზე ის აქ და ძალიან უცხოთ აგრძნობს თავს. ხო, მე რომ სასწავლებელში დავდიოდი, ანუ ადრე იყო ხოლმე შემთხვევა კიდე ის, რომ რამდენიმე მიწერდა ხოლმე, ანუ შენ კატები კი არ მოგწონს, ანუ კატებს არ გახვევ თავზე რა, უბრალოდ ვინც ახლები ხარ და პირველად მიყურებთ ან ვინც ტყუაზე ერთი კვირი და იმის წინ, იმიტომ რომ გამომწერები მემატება და ვხედავ ხოლმე რამდენი ახალი გამომწერია და შენ თუ მიყურებ და ჯერ არ იცი ასე თუ ისე ჩემს შესახებ
და შენთვისაც უცხოა აი ეს ისა. მე მინდა გითხრათ, რომ ცხოვრობ სოფელში. სადაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი მყავდეს, რაც აღქმა მექნება ის, რომ სოფელში ვარ, თორე სოფელში ცხოვრობენ როგორც ბინა ეგეთ სიტუაციაში. ანუ საერთოდ გარეთ გამოსვლა რო არ უწევთ რა, ეზო რო აქვთ მარტო და რაღაც. ხო, კაია და რაღაც რატო არა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მე ესეთი სიტუაცია მოვაწყო მაღლა, რომ ეს კუხნაზე დაბანოზე ზემოთქვევით არ ვირბინო, მაგრამ რასაც შეიძლება ის სოფლის სიტუაცია, ჩემთვის არის ძალიან ძვირფას არ ვიტყვი. მაცოცხლებელია ჩემს, ანუ მჭირდება. მე როდესაც სწავლობდი ხოლმე, ეს იყო 2004 2008 წლებში. სულ რჩებოდი ხოლმე სამგორში ბაბოს დეიდაშვილთან. და იცი როგორ ბინა ჰქონდათ და ანუ პატარა ეზო ჰქონდათ, პატარა რაღაცა რაღაცა თან სოფლის სიტუაცია, ნუ მეტნაკლებად, მაგრამ ეზო იყო რა. პარასკევს კვირას მივდიოდი და პარასკევს მოვდიოდი ხოლმე უკან. კატა ყავდათ, თუთიყუში ყავდათ. ანუ მიუხედავად ამ ყველაფრის, რომ ძალიან უყვარდათ იქაც ესეთი სიტუაცია, ერთი სული მქონდა გამოგცეული ყავი სახში. იმიტომ კი არა რომ თავს არ აკომფორტ, არა, უძვირფას ეს აი ბავშვობიდან ამ ხალხზე გიждები და აი ჩემთვის ძალიან ტკბილები არიან. ვერ გავარჩევ ბაბოსგან მის დეიდაშვილს, იმიტომ რომ როგორც დები ისე დაიზარდნენ. დეიდამ გაზარდა ბაბა. და უბრალოდ აი ეს მეკდა. ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ბავშვობაში სულ მყავდა ძაღლი, კატა, ძაღლები, კატები, ზაზუნები, ქათმები და რაღაცეები ხო საერთოდ. აი ხაც ერთი ბეწო ეძვა, მაგრამ 2 ინდაური, 5 ქათამი, 1 დიდი ბრამა, 2-4 იაპონკა და რაღაცეები მყავ რა, ანუ აი ელემენტარული დილით რო გულს გაგიხეთავს პანჯრის ძირში ბრამის მამალი. კი რა დაიყივლებს და იროხროხებს. რა ჯობია მაგას. ხო და ანუ თუ მაგას ვამბობ რა, ეს ჩემთვის რასაც ვიღებ. ჩემია ხო? ამას ვიღებ. ეს ჩემთვის არ არის ბინძური ცხოველი. არ ვიცი ვისთვის როგორ, ჩემი ოჯახისთვის ეს ბინძური ცხოველი არა. ეს რო ბინძური იყოს, მიუხედავად იმისა, რომ 4 ბევრია. უზომოდ მიყვარს, მაგრამ ვიცი რომ ბევრი კატა მყავ, 5 მყავ. არც ერთი ოთახში, არც ერთი ოთახში. ეს ვინც არის ის ახლა ზედრო და აჯდა ეს ნოემბერში შემომიყარეს 4, აი ამის თავის ტოლა. ჭამა არ იცოდნენ და გავზარდი. ერთი გავაჯუქე, 2 სამწუხაროდ მანქანა მომიკრა. ეს დავტოვე რა, ანუ ისე გაიზარდა, აღარც გამიჩუქები არაფერი. ეს პატარები მყავს 3, 2 მამალი და 1 დედალი და ნუ სანამ გაიზარდნენ რაღაცა და არ გამიჩუქებია, არც ის მიქნია და რადგან არ გამიჩუქებია, არც ვაპირებ, გადავყარო. მივხედავ, მოული, გავზრდი, არ მაწუხები. ეხა პატარები არიან და კვება სჭირდებათ, რაღაცა დღეში ერთხელ, დღეში ორჯერ ჭამენ. დანარჩენი, გეფიცებით. არ ვიცი. ხა ეზოა და სახლია და სოფელია როგორ შეიძლება რომ თაგვი არა ნახო, მაგრამ რა თაგვი? არც ხული კი არ მინახე ამ ზაფხულს. ბაყაყი მოდიოდა ხოლმე, აგე გულგახეთქილი უკა გარბოდა ხოლმე. ბაყაყს ვერაფერს ვერ უშვებოდნენ, ისო ხერია ეშინოდა ბაყაყისა, ეშინოდათ, მაგრამ მაინც არამც თუ გველები, არამც იცი რამდენი იყვნენ გველები შაშაშაშაწი. იცით რამდენი იყვნენ? წვრილი ესეთი, კარგი შვილო, ჭაყავი ეს კუდი. ანუ არა მარტო ის რომ მოგწონს და რაღაცა არა. თავი, თაგვს კატა მირჩევ. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში რომ თაგვი დავინახო და დამინახია კიდეც და უი, თაგვი როგორ შეიძლება ოთახში, ეგ მომენტიც არა მაქვს, დამინახია, ხაფანგიც დამიდია, მომიყვლია კიდეც და ისე გამომიტანია და მოკლის გარეშეც დამიჭერია და უბრალოდ გამომიშვია ისეთი საყვარელია, ის პატარა თათები და თალები უაგდა ჭეტილები. აი, მე რა სიძახ. უბრალოდ თაგვია თუ თავისუფლად მოვიფერე. არა, ხელიც მომიკიდი. ანუ, ცხოველი, ფრინველი, ყველაფერი,
ვაი მე რაღაცა მიღუტუნებს აქ რა გინდა? ძალიან რავი, ჩემთვის ისინი არიან რა. ხო და ანუ მაგას ვამბობ, თუ ვიღაცისთვის ეს არარეალურია. უბრალოდ აი უბრალოდ თქვენ შეიძლება გაიგე. აი მეც მინახია მაგალითად ვიდეოები, რაღაცა დაიცა რაღაცა ხო გველები რო ყავთ სახში, რა გველი არა, ხა როგორც მე კატა მიყვარს, ისე ხო გველი. ყავთ და უყვართ. ანუ გამიფიქრებია, ვაიმე ამას ხელს როგორ ატებს და გამიჟრიალებია კი არა, სიცივისე კარ, მაგრამ არასოდეს არ დავუწერ იმ ადამიანს, რა უეს რა გველს ხელი, აიმე როგორ შეიძლება და საერთოდ როგორ გეკარებიან. ხო, მესმის ბევრი რაღაცის გადამტანია მით უმეტეს სოფელში ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეგ მეორე ხარისხოვანია, იმიტომ რომ შეძლებს და გვარად ყველანაირად ვუვლი. და დამიჯერეთ ის რაღაცა სოფელში, ის ბაქტერია, რაც იმუნიტეტს კი არა იმაშვება ადაბლებს თუ აგდებს, პირიქით უფრო იმუნიტეტის აქტიურობას უწყობს, საიდან ზრება. ეს კარგია. ეს ბაქტერია კარგი. კატა რო კლავდეს იმ შემთხვევაში რა, ესე ვიტყვი ჭყალებში. აი ბავშვობაში სუ მეჩხუბებოდა დედა. სუ მეჩხუბებოდა დედა არ იცი როგორი ტიპაჟის ადამიანი, შორიდან უყვარს. სუ მეჩხუბებოდა კატა ხელი დასვი, ძაღლი დასვი, ნუ ეფერები, ნუ კოცნი, ნუ გძინავ მასთან ერთად. სუ. მაგრამ რავი, ცოცხალი ვარ, ჯერჯერობით ჯანმრთელობა არ მაწუხებს. მოვდივარ აქამდე. და ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილებიც ცხოველებთან ერთად იზრდებიან. იმიტომ რომ ამათთან გაზრდა ბევრ აი ვინც ისეთი განხრით ფსიქოლოგიის განხრით ან რაღაცა მსგავსი იმით მიყურებთ, რა ვიცი, თუ გაქვთ სურვილი დაწერეთ, რამდენად მნიშვნელოვანია არამც თუ ყოლა სახლში ცხოველის, არამედ მასთან ურთიერთობის. თუ არა და კაცო, ანუ მაგას ვამბობდი რა, ხო გველზე დავიწყე და გადავერთე რა, ხო არ დაუწე, იმიტომ რომ ის იმისთვის ძვირფასი. იგივე არის ეს ჩემთვის. რა ვიცი, ეგ შორენა შევაყვარე კატა, ბოლო რა ვიცი, რო ამოვა, ჩემთან რომ მოვა, პირველი ალბათ ამათ ნახავთ კატებს და ჩაეხუტება და მოეფერება. ხო და მიცი რა იყო? ხო და ანუ თქვენთვის თუ ეს მიუღებელია, უბრალოდ მუღადაწერთ მაინც, იმიტომ კი არა რომ ვაიმე და რაღაცა. და უი და რა, არა, აი ეგ თქვენთვის არის რა მიუღებელი. მოგეუბნე მე ხა ამ წუთაში ჩემთვის შემიძლია ავდგე და პური მოვიტეხო და ვჭამო. ჩემთვის, როდესაც მე მეხება. აი, ხო შეიძლება ხა ნინო მითხას, დე პური მომაწოდე. რა ვიცი ხა იმის დასანახავთ რომ თქვენ დაგანახოთ და ხელები დავიბანო არ ვიზავ მოგას. მაგრამ ბავშვთან მიმართებაში კატიან ხელთ არაფერი არ ხდება. თუმცა შეუძლია ნინოს ერთ ხელში კატა ეჭიროს და მეორე ხელით პური ჭამოს. არა მარტო ნინოს. ბარბარეც ესეთი ტიპაჟია ესე. რა კარგი ხარ და მორჩა. ანუ ასე მოეფერება, მორჩა. შორს და კარგად და შეიძლება რაღაცა პატარა რაღაცა მორჩა. ივანეს მომენტი აქვს მოეფერება, მომენტი აქვს ფეხს გადააბიჯებს და გავა, ანუ ვერც დაინახავს. ნინო მემგა. ძვირფასია ბაბის. ჩემი ცხოვრება ბიჭი. ხო და ესე რა. ხო, ბოლოში კიდე მინდა ერთი კომენტარი გავაკეთო ხალათთან დაკავშირებით. უი, მართლა. დილას მომივიდა დაბადების დღის მოლოცვის მესიჯები. 4 დღის წინანდელი. 4 დღის წინანდელი დაწერილი. ხალხო. თუ გეგონათ რომ ან წავიკითხე და არ მოგწერეთ, არა, დილას მომივიდა 9 ცალი მესიჯი. 4 საკმაოდ ახლობელი ადამიანის და 5 ჩემი მაყურებლის, YouTube-ის მაყურებლის მოლოცვები მესენჯერზე. გიპასუხეთ ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ დილას მივიღე, მართლა წვდომა არ გქონდა. ეგ ერთი და აღმოვაჩინე 12 უპასუხო კომენტარი, აი სულ სხვა რაღაციდან შევედი და აღმოვაჩინე 12
უპასუხო კომენტარი დაბადების დღის მოყოლებით დღემდე ვიდეოებზე. მიუხედავად იმისა, რომ ანუ მე ვნახე მე აი მართლა დიდ ბოდიშს გიხდით. აქამდე რატო ვერ ვნახე, მაგრამ იმალება ეს ვინც აი ადრე მიყურებთ, იმალება ხახნო. ძალიან ბევრი ახლა შეგიძლიათ აი იმ ადამიანმა დაწეროს, ვინც მაგალითად თვეების წინ მომივიდა კომენტარები, რომელიც 11 თვის წინანდელი დაწერილები იყო და ისინი დავაგულე და დავაკომენტარე და მე კითხებოდა ხო კარგად ახლა მაშინ მომივიდა. ანუ განა იყო და მე ვერ ვნახე, არა მაშინ მომივიდა და ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ეს მესენჯერს რატომ მოვიდა არ ვიცი, მაგრამ მესენჯერსეც მომსვლია, მაგრამ კაი ხანი არ მოსვლა და ხო და შევედი რა მოკლედ და მადლობა დიდი და ბოდიში რომ აქამდე ვერ ვნახე, მართლა ვერ ვნახე. და იმედია რომ ხა რაც მე მიჩანს ყველაზე ნაპასუხებელი მაქვს, ყველა დაგულებული მაქვს და თუ ვინმეს რეაქცია არ მაქვს ისა კიდე დავძებნი და იქნებ კიდევაც მოვიდეს, ანუ რაღაცნაირად მოდის, არ ვიცი ეს YouTube-ის ალგორითმი მიუხედავად იმისა რომ ამხელა კომპანია Google და რაღაცა ძალიან არეულობა და მოუწესრიგებლობაა და რას როგორ აკეთებს არ ვიცი, რა კომენტარს რატო შლის არ ვიცი, რატო მუთავს არ ვიცი, რატო ბლოკავს არ ვიცი, მიუხედავად იმისა თუ მე არ გავაკეთე, ვერავინ ვერ გააკეთებს სხვას, ვერავინ ვერ დაბიბლოკავს იმ კომენტარს. ხო და ეს მოლოცვები ნახე რა მოკლედ და მადლობა დიდი მაგაზე გეუბნები და ერთი ვნახე ესეთი კომენტარი იცი რომელ ვიდეოზე ხალათით როა ველი ხარხნო იმიდან აბანოდან ჩემ დაბადების დღეს და ბავშვებმა რომ მომილოცეს და თქვი კიდეც რომ ხალათზე მეთქი ხარ რომ დამიწერთ მეთქი და გილოცავთ ხალათზე დამიწერეს აუ არ მახსოვს ნათი არ მახსოვს სახელი ასეთი კომენტარი იყო ხალათი მაინც იყიდე დაბადების დღის ფულით ვაიმე გულნატკენი არ ვამბობ მე მოვკვდე დაიცადეთ ერთ თუ ხალათი მაინც იყიდე ეს დაბადების დღის ფულით რომ ისე დადნა რომ პოლისტილოთიც აღარ ვარგაო აი მაგრად მეზარება მაღლა ასვლა თორე ერთი ბუსუსი რო არა აქვს არც მომდნარი არც გალეული და არც არაფერი რა სიძახი ხალო 4 წელი და 5 წელი კიდე გუნდა მთელი 45 ლარი მაქვს მიცებული ორმაგი ხალათია რა უნდა გადავაგდო რა სიძახი ჯერ ეგეთი რა პოლისტილო ხალია გე რა არისა ბაგის რაღაცებს ვეთაბაშები პოლისტილოს კი არა და შუშის მისასხურებელი ბაგი იმით რომ უნდა ჩასხა რა ქვია სახურავით წყალში და სპეციალური ესეთი ტილოები რო არის ეგ მაქვს ესეთიც ამაკ რაღა ხალათი უნდა დავჭრა ხალო ხა აი აყვირის ხო აი ეხა რა გგონია რომ ვაიმე როგორ მეტკინა და გული გამისკდა და ეხლავე რაღა ეხლა უბრალოდ დაკეტილია ბაზრობა ხვალვე წავიდოდი მაგრამ მუშაობ ვეცდები ზეგ წავიდე. აი, კაი ხო, ზეგ უნდა ის ჩამოიტანონ ყურძენი კახეთიდან და მე კი სუფრა უნდა გქონდეს და რაღაცა, მაგრამ არა უშარო, სუფრა მოიცდის, მე ხალათს ვიყიდი, რა ფერი გინდა. მომიხდეს, რა ფერი. ხო. ყველაზე თავარი. მასეთი ხალათები რო ფუჭდება, მე არ მიფუჭდება. ერთ დეტალს ვერ უპოვ, ვერც გალეულს, ვერც რა სიძახი. შემირწყვეს $3000 შუბები და ისინი მაგას რო სითბუა რა სიძა ხო ხალათი რო ილევა არ ილევა ჩვენთან არ ილევა პატარავდება გალევამდე პატარავდება მეც რო დამიპატარავდება მაშინ გავოცვლი რო პატარავდება მაგ ხალათს არ ვაგდება არა ასე ვჭრი ამას ცალკე ვინახავ ამ 4 კუთხეც ცალკე ვინახავ ასე გადაჭრილს წინა მხარეს უკანას კალთას რატო? აი ხა მაგალითად აი ეს პატარა აი ამ ყუთში მისხედან თემუს ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები იმიტომ რომ სოფელში ცხოვრობდა მინდოდა იცით როგორი მონდომებით ველოდებოდი ხო და მაგათი ფინანსანა პატარები იყო ანუ ვინახავ კიდე იცი რატო ვინახავ ზამთარში აი ამათ რო ხსა უწყობ ყველაზე თბილი რაც არის ხალათის ნაჭერია და თუ მომიწია რომ ვერ ვიპოვე ვერაფერი სხვა
მაგ ხალათს მარტო მაგიტო შევცვლი. გახალს იმიტომ ვიყიდი, რომ ის ძველი ამაც დაუფინო და დავჭრა. აი იმიტომ არა, რომ შენ არ მოგწონს და გალეულია. მაგრამ დამიჯერე, რომ აი ალბათ რავი, ნერვები გაგელევა იქამდე მეცმევა ეგა. რა სიძაკი, გადავი 45 ლარი მაქვს 4 წლის წინ მიცებული მაგაში. როგორ 1-8 წელია უნდა მატაროს? ჰა? სად უნდა გაილიოს ადამიანო? ფეჩი მე არა მაქვს რომ დავადო. წყალი მე არა მაქვს რომ გავრეცხო. იცი და წყალი ხوار მოვიდა. ხო. აი სად უნდა დადნეს? მე კიდე ხშირად თავბანაო. სახში თუ წყალი არა მაქვს აბან იმაში სამსახურში. რა პრობლემაა? ხო და ეგრე რა. ხო და ერთ სიტყვით. რამდენი ადამიანი დასკვნას, რა ქვია ის ბოლოში რო ამბობენ ხოლმე, დასკვნა ეპილოგი რაღაცა ბოლოში. ბოლოში. რაღაცას რო ამბობენ ხოლმე. მაგით გავაკეთებ დასკვნას მოკლედ და დავამთავროთ, რომ ნახო წყალი თუ მოვიდა, ვაიმე რამდენი რამე მაგას ავსები და დასარეც. ისა შევთანხმდეთ იმაზე, რომ იდეალური არავინ არ არის. შევთანხმდეთ იმაზე, რომ არავინ არ არის იდეალური, იმიტომ რომ არავინ არ არის. ნუ მომაწებებთ ხოლმე იარლიქს, რომ უი ეს რაღაცას არ იზავს. მე ვნახავთ ან კატას ავიყვან, ან ძაღლს ავიყვან და უი როგორ ანუ მეც მაქვს ჩემი უკანა მხარე რაღა ქალვი. მედლის მეორე მხარე როა რა ეგა. უკანა მხარე მეცა. ხო და ანუ მაგას ვამბობ რა. ყველას ხო გვაქვს ჩვენი რაღაც. თავარია სხვა არ დავაზიანოთ ამით, ხო? დამიჯერეთ შენ თუ მე მესტუმრები, შენ თვალწინ 9 ჯერ დავიბან ხელებს და ისე მოგიდუღებ ყავას, თუ გინდა. მე მთელი გულით გეპატიჟები და საერთოდ არ შემოსვლისთანავე არ გეტყვი ხელები დაბანილი გაქვს თუ არა. ან კიდე რაღა უნდა დავიბანო მთელი დღე წყალში მაგხელე გამელია. ხო. ვიღაცას რაღაცა არ მოწონს, ვიღაცას რაღაცა არ წარმოუდგენია, ვიღაცა რაღაცნაირია, ვიღაცას ის წიკი აქვს, ვიღაცას ეს წიკი აქვს, ეს ჩვევაქ, ის ჩვევაქ. მაშინ ამისთვის დავხოცოთ ერთმანეთი, ვაგინოთ და რა ვიცი. ანუ ეხლა არ დამიწერო თუ ყურადღება არ მიაქციო და არა მინდოდა ამ თემაზე მელაპარაკე. იმიტომ რომ ეს ბავშვები მე წავედი ხა წყალი უნდა ნახო ეს ბავში აი ეს ბავში ეს არ გეგონოთ ჭუჭყიანი ან თალებზე რამე აქვს შავები აქვს თვალებზე თითო აი ეს სერიოზული გუბიჭი ჩემი პანდა არის ეს შენაგდაჭიქ ჩემო ცხოვრება ეს ჩემი გოგოა ეს ჩაპლინა ეს ულამაზესი მიხედე დედას ლამაზო მიხედე რა თალებით მოიცა გოგო ახი მიხედეიბა თალებით ცხირით ეს ჩაპლინაა და ვაი მე ჩემი ძუნძუ ხარი არიცი სამად აი სახელია გაჯგვარი ამზა წყალბავს ჩემი ძუნძუ ხა ჩემი ცხოვრება ეს დედი ხო ხარ ჩემი ცხოვრება შენ ხო პაწაწინა გაგზარდე დე ერთი ბეწო იცით როგორი პატარა იყო აი ამ თათის ტოლი ჭამა არ იცოდა მეგონა რომ მომიკდებოდა მაგრამ დიდი ბიჭი გაიზარდა და იცი როგორ უყვარს დედა ძალიან თელი გულით და სულით დე გული ხო გაქვს აქ პატარა გული ხო გაქვს დე ხო ძალიან გიყვარვა არა დაგახჭვი მენ გაიარა შემოცხოვრება ვაი მის როგორ მიყვარს ხალხო რა სიძა ანუ არ ცუდად არ მიმიღია თქვენი კომენტარი უბრალოდ მინდოდა ამ თემაზე მესაუბრა და მაგიტო ხო მოდი ახლა განახოთ ეს აი ესეც ვიყიდე იმიტომ რომ სამსახურში ამით წმიდა ხოლმე ფანჯრებს მიუხედავად იმისა რომ მაქვს რა გავაკეთო მიუხედავად იმისა რომ მაქვს გრინვეის სტილოები აი ეს სტილო მართლა კაია შუშებისთვის მართლა კაია შუშებისთვის ეს ვაყიდინე აი ეს
რაც მითხარი. ბაგის რეკლამას არ უკეთებ, უბრალოდ ეკამ მირჩია და ეკას იმას რა ქვია იმას რო გაუწევს ხოლმე რეკომენდაციას დიდ პატივს წევ. ეს და აი ეს, მოდი ახლა უბრალოდ სუნების ვნახავ. როგორია? და თავარია წყალი მოვიდეს და აუცილებლად. კაი. აი მე ხალო ეს უნდა დაუმალო თო ლინო გადახკრავს ამას. აი მე რა მაგარი სუნია. აი მე ეს სუნი თუ ჩემ ოჯახში დატრიალდება ეკა. გეფიცები მე მოგიწმენ და უყურმე პოლს გადმოვა. ნახოთ ახლა ეს. ტო ხალო გადაატრიალე იმე რა ბუეტია. მოიცადე. აი ეს. აი მე. ახლა მოვკვდებით ხალო. რა სიძახი ესეთი სურნელება რო დავატრიალო ჩემს სახლკარში. აბა ნახოთ. აი მე ხარო წყალი არ მოდიოდეს არ ვიცი. დაგხოცავთ. აი სუცარიელი მაგ ხალხო არაფერი მიაღარა მაგ სად მიდიხარ. ოი ნახე დილას რა გავაკეთე. სამცალსა გავექვსია. აბა ისევ ჰაერია. ლენა ვალერა. მე მგონი კრანი უნდა მესროლო. ეხლა ცოტა გამოვიდეს და მე უნდა განახოთ ერთი რაღაც. ხო იცით რომ მე კრუხი რომ მყავ. ესე ძალიანაც არ არის განათებული ტერიტორია და მე ხომ მყავ კრუხი უფრო სწორად წიწილები რო გამოჩერდა 3 ეს იაპონკები. ეს ძალიან საყვარლობა. ეს არის ერთი ბეწო მამალი და ეს 2 ბეწო. უბრალოდ ბუმბული აქვს თორე იცი რა საყვარლობა. იაპონკები არიან. ნახეთ ხახნა რა პატარა. ერთი მუჭა. და ამას თავისი დედოფალი ყავ ამას. და დილას გადაწყვიტა რომ 12 კვერცხი რომელიც თვითონ დააგროვა უნდა დამჯდარიყო კრუხად. ეხა ჯერ განახებთ ამას. აი ეს არის კრუხი, თავის 3 წიწილი და ეს არის ობოლა. კრუხი ზომაა, ნახეთ, ობოლა. ჩემი ობოლა. ეს ნახეთ რა ეს საყვარელი. შეგერაცვალე შენი შვილები თურთ. და აი ეხა რა განახოთ აქ. აქ მყავს ქალბატონი. ამანთა შუქი ერთი წამით. ეს ნახე. გაუმარჯოს პატარა. იცით რა პატარა. აქ უდევ წყალი და აქ უდევ საჭმელი. ამიტომ როცა უნდა რაც უნდა იმას მიირთმევს და ეს არის 23. ერთი კვირა იქით და კიდე 14 ოქტომბერს მეყოლება წიწილები. არ მინდოდა რო კრუხი დამესვა სინამდვილეში. იმიტომ რომ სიცივე მალე მოუსწრობთ და მეწოდებიან ან არ დამეხოცნონ ან რაღაცა, მაგრამ აი არ დამეხოცებიან იმიტომ რომ მოვული. მაგრამ თვითონ მეწოდებიან, ანუ ისეთი პერიოდი მოუწევთ. მაგრამ რა დაჯდა და რა მექნა. ასე რომ ხახნებო, ეხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ვინც პირველად მიყურებს, ეს არის ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი. ყავს იქით ქათამი, იქით ინდაური, იქით მეორე, მესამე, აქ წიწილები და რაღაც რა სოფელია რა. ან კატა მყავს. ან მეორე კატა, ან ძაღლი. კუდა მყავდა, ვინც პირველად მიყურებთ ეხა და რამდენი არ გინახიათ 1-2 თვე ჩემი ვიდეოები. კუდა მომიკვდა. 5 წლისა იყო. მყავს ძაღლი. 12 წლის, 13 წლის ტუპი. მყავს ინდაური. ერთი და ეს ძალიან ინდაურია. ჰაი. ანუ მყავს ეგეთი ინდაურები. მყავს აკლემი ბრამა. აი ეს არის ჩემი ბიჭი. უშენგენად ცვალე. ბიჭო. იცით რა მხელა. და აი ჩემი ტუპი. აღარც ესმის რო ტუპი ქვია ჩემ ცხოვრებას, არ ესმის. იმიტომ რომ ტუპია.
ეს არის 13-14 წლის. ცოტა უცნაური ტიპის ძაღლი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჯიშია, არც ისეთი პატარა, მაგრამ პატარა ჯიშია. ძვრება გარეთ დაბმული რატოა? ჯერ ის რომ ადრე მოუწია დაბმა სანამ რაღაცების მიზეზების გამო და ეხლა რომ უშვებ სავარაუდოდ სმენა აღარ აქვს იმდენად და მანქანებში ისე ძვრება რომ შეიძლება რამე მოუვიდეს და ამიტომ ისა მიშენი იყოს დაბმული რომ ამ სიბერეში არაფერმა არ გაიტანოს. ასე რომ რავი ხან კატა მეჯდება თავზე ხან ძაღლი და ხან ბავშვი. ასე რა ვიცი თუ თქვენ არ მოგწევთ რაც უნდა მიწეთ ხა ისეთ კომენტარებს და რაღაცა რა. დავიდი ხა საქმე მაქვს. ბავშვი წიგნი და რვეული დამადგა თავზე და შეიკარდა საქმე და რაღაცა სხვა აი ეს რო გაისწორო არა? სივა. ხალათი ჩაიცვლი. ბავშვი დამადგა რვეული და წიგნით რომელიც საგანია? მგავთუ არა? კაია შეეშვი აღარაფერი არის ლამაზია ძალიან. და თავარი საქმე წყალი. ბაკების ავსება და ასე შემდეგ. წაველი ახლა მიხარია დღევანდელი დღე თქვენთან ერთად ასძვისე გავატარე. მოვახერხე მოსვლა. გუშინ მართლა ვერ მოვახერხე რომ ტომატი მქონდა და შიგნით კუხნაში ჭანჭულის პავიდლო მაქვს გაკეთებული დილას დავამთავრე და ისე ოკეი და გუშინ უბრალოდ მართლა ვერ მოველი რა და თავარი ხა მოველი. და ცოტა კი არა და საკმაოდ გრძელი ვიდეოთი არ ვიდოდა, მაგრამ ახლა ესეთ ვიდეოები არ მინდა ხოლმე გრძელი ვიდეოები, მაგრამ მიყვარს ხოლმე ესეთი. ეს ჩემი გოგოები. რაც შეეხება ჩემ ოთახს, რომელიც აიქანია და რემონტდება აიქ იმ იმდენად უსწორმასწორო არის კედლები რომ რავი მე რამდენი პირი შპაკლსით იმაშვება რა და რავი მე მგონი გავიდა ბოლოში სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლომდე ეს ყველაფერი იქნება მზად ისე რომ ახალი საძინებლის საყიდლათაც წავალთ ჩვენ კარგად აბაჰი და აბაჰო მომავალ ვიდეომდე კარგად იყავთ